1999 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ არა მხოლოდ უსამართლო ძალადობის სიმძიმე დაგვიტოვა, არამედ პოლიტიკური ეპოქის დასასრულიც გამოუცხადა საბჭოთა რეჟიმს საქართველოში. ამ დღის შემდეგ დაიწყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები, რომელმაც ერთგვარად საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებლობას. სწორედ ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე ვისაუბრებთ ღირსების სასამართლოს დღევანდელ ეპიზოდში. 1999 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ფაქტობრივად დასრულდა კომუნისტური ხელისუფლების ერა საქართველოში. მაგრამ არც ახალი ხელისუფლება მოსულა სათავეში. მეტიც დროის ამ მონაკვეთში ხელისუფლება ქვეყანაში საერთოდ არ არსებობდა, უпростоრად არსებობდა, მაგრამ ფორმალურად. რეალურ ზეგავლენას მიმდინარე პროცესებზე აღნიშნული ხელისუფლება სრულებით ვერ ახდენდა. უხელისუფლებობამ საქართველოში გააძლიერა კრიმინალი, გაზრდა კორუფციის მასშტაბები, იარაღის აშკარა ტარებაც ჩვეულებრივი მოვლენა გახდა თბილისის და საქართველოს ქუჩებში. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ დროს დაიწყო ყველასთვის ცნობილი ბნელი 90-იანები. როდესაც 1999 წელზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ვახსენოთ ამ წლის 13 ოქტომბერს ხარაგაულის რაიონში სოფელ ბორითთან ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავარია, რომელსაც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მერაბ კოსტავა ემსხვერპლა. როდესაც კოსტავა რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით გადაჰყავდათ ყველაზე ახლო არსებულ ჰოსპიტალში, იგი გზაშივე გარდაიცვალა. მანქანაში, რომელსაც თამარ ჩხეიძე მართავდა, ასევე იმყოფებოდა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ზურა ჭავჭავაძეც. მან ავარიის დროს საკმაოდ მძიმე დაზიანებები მიიღო, იგი თბილისის ჰოსპიტალში გადაიყვანეს და ამ ავარიიდან 79 დღეს 1999 წლის 21 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა, გარდაცვალების მიზეზად კი ჰეპატიტი დასახელდა. დადგა 1990 წელიც. სწორედ ამ წლის 25 მარტს საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში უნდა გამართულიყო უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რომელშიც როგორც წინა 70 წლის შემთხვევაში ხდებოდა ხოლმე, მონაწილეობა უნდა მიიღო მხოლოდ ერთ კომუნისტურ პარტიას. მაგრამ 1999 წლის 9 აპრილის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, კომუნისტური ხელისუფლების ავტორიტეტის დაცემამ და ხალხის მხარდაჭერით გაძლიერებულმა ეროვნულმა მოძრაობამ აიძულა საბჭოთა საქართველოს მთავრობას, რომ შეეცვალა თავისი გეგმები. საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები 25 მარტიდან გადატანილი იქნა 28 ოქტომბრისთვის. ეროვნული მოძრაობა მხოლოდ თარიღის შეცვლას არ დასჯერდა და დაიწყო საპროტესტო აქციები საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნით. საბჭოთა ხელისუფლებამ აქაც უკან დაიხია და დადგენილებაში ჩაწერა. საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების კანონის პროექტს საფუძვლად დაედოს მრავალპარტიული არჩევნები მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის გათვალისწინებით. მიუხედავად ეროვნული მოძრაობის ასეთი წარმატებისა, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით აზრები ორად გაიყო. მოძრაობაში შემავალ პარტიათა ნაწილი აუცილებლად მიიჩნევდა საბჭოთა კავშირის მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ისინი თვლიდნენ, რომ სწორედ ამ არჩევნებში მონაწილეობა შემდეგ გამარჯვება იქნებოდა გარანტი დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლისა. სწორედ ამ იდეის მხარდამჭერი იყო ზვიად გამსახურდიაც. რაც შეეხება მეორე პოზიციას, მისი ავტორები იყვნენ გიორგი ჭანტურია და ირაკლი წერეთელი, ისინიც ასევე ეროვნული მოძრაობის წევრები. მათ კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნდათ საბჭოთა კავშირის მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ ეს ლეგიტიმაციას მისცემდა საბჭოთა რეჟიმს, რომელიც 1921 წლიდან დამყარდა საქართველოში. ამ გზის მომხრეებს მიაჩნდათ, რომ უნდა შექმნილიყო ალტერნატიული ორგანო, ეროვნული კონგრესი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამდა საბჭოთა ოკუპაციას და სწორედ ეროვნული კონგრესი გამოაცხადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას. საბოლოოდ მომხრეები ვერ შეთანხმდნენ და ერთმა ბანაკმა ზვიად გამსახურდიას მეთაურობით გადაწყვიტა საბჭოთა კავშირის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ამ გზით დამოუკიდებლობის მოპოვება, ხოლო მეორე ბანაკმა, რომელშიც შედიოდნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და სხვა მცირე პარტიები და ამ იდეის ავტორები, როგორც უკვე ვახსენეთ, ძირითადად გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი და მათი თანამოაზრეები იყვნენ, გადაწყვიტეს, რომ სექტემბერში უნდა ჩაეტარებინათ ალტერნატიული არჩევნები, რომლითაც ისინი აირჩევდნენ ეროვნულ კონგრესს. არჩევნები მართლაც გაიმართა 1990 წლის 30 სექტემბერს და მასში მონაწილეობა მიიღო მილიონზე მეტმა ადამიანმა. საქართველოს ეროვნული კონგრესის პირველი სხდომა ამავე წლის 26 ოქტომბერს მოსწავლეთა სასახლის ისტორიულ შენობაში გაიმართა და სხდომის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ირაკლი წერეთელი. არ გაუმართავთ არანაირი ნამდვილი არჩევნები. ეს იყო გაყალბებული არჩევნები, რომლებშიც საქართველოს მოსახლეობის 2%-საც არ მიუღია მონაწილეობა. ასე შეაფასა ზვიად გამსახურდიამ ეროვნული კონგრესის არჩევნები. თვითმარქვია ეროვნული კონგრესი არავითარ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს და მით უმეტეს არ არის ხელისუფლების სტრუქტურა, თქვა მან. დადგა 1990 წლის 28 ოქტომბერიც. საბჭოთა საქართველოში პირველად ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები.
ამ განსაკუთრებულ პროცესში 11 სუბიექტი მონაწილეობდა, საიდანაც 6 პარტია და 5 ბლოკი გახლდათ, თუმცა მათ შორის ორი გამოკვეთილი ფავორიტი იყო: მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველოს სიის პირველ ნომრად ზვიად გამსახურდია და საქართველოს კომუნისტური პარტია, რომლის სიის პირველი ნომერი იყო გივი გუმბარიძე. მრგვალ მაგიდას მზარდი ელექტორატი ყავდა, რომლის მთავარი დაპირება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო. მსგავსი დაპირება ჰქონდა კომუნისტურ პარტიასაც, მაგრამ საზოგადოებას ახალი სახეების ხილვა სურდა და არა კარგად ცნობილი და ამავდროულად საეჭვო ხედვების მქონე კომუნისტური პარტიის წარმომადგენლობისა. საარჩევნო კომისიის თანახმად არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებდა რეგისტრირებულ ამორჩეულთა ნახევარი მაინც. პროპორციული საარჩევნო სისტემის მიხედვით საკანონმდებლო ორგანოში სადეპუტატო მანდატებს მიიღებდა მხოლოდ ის პარტია და ის პარტიები, რომლებიც არჩევნების შედეგად ნამდვილი ხმების 4%-ს მაინც მოაგროვებდა. რაც შეეხება მაჟორიტარულ წესს, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამარჯვებულად ჩაითვლებოდა კანდიდატი, რომელიც ნამდვილი ხმების 50%-ზე მეტს მიიღებდა. 1990 წლის 7 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2.406.742 ადამიანმა, რაც რეალურად იყო ამომრჩევლის დაახლოებით 70%. არჩევნების შედეგის მიხედვით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ზვიად გამსახურდიას ბლოკმა მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველო. 1990 წლის 14 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი სესია, რომელმაც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია ზვიად გამსახურდია. გამსახურდიამ პირველივე გამოსვლაში ილაპარაკა უზენაესი საბჭოს ამოცანებზე, სადაც განმარტა, რომ არჩევნებში გამარჯვებული ეროვნული მოძრაობა უმალვე არ გამოაცხადებდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. ჩვენ და მე ოპოზიციურად დაპირისპირებული ბანაკიდან გაისმის მოწოდება, თითქოს ჩვენ საქართველოს დაუყოვნებლივ უნდა გამოაცხადოთ კოლონიურ ქვეყნად, ხოლო ჩვენი თავი კოლონიური თვითმმართველობის ორგანო. რაც არ მიგვაჩნია მართებულად, ვინაიდან მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს კოლონიური სტატუსის მქონე ქვეყანა, სადაც ჩატარებული იყოს თავისუფალი მრავალპარტიული არჩევნები და ეს ქვეყანა ამის შემდეგაც კოლონიად დარჩენილი იყოს. კოლონიურ თვითმმართველობას კი ყოველთვის მეტროპოლია ნიშნავს, არასოდეს ხდება მისი არჩევა ხალხის მიერ. საქართველოში ეროვნული ხელისუფლების არჩევამ ზღვარი დაუდო საქართველოს კოლონიურ სტატუსს. საქართველო აღარ არის კოლონია, მაგრამ იგი არც დამოუკიდებელი სახელმწიფოა ჯერჯერობით. ეროვნული ხელისუფლება კი იმის გამო ავირჩიეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს ანექსიის შედეგების ლიკვიდაცია და აღდგეს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა. ცხადია, ზვიად გამსახურდიას მიმართვის ადრესატები ეროვნულ კონგრესში შემავალი პარტიები იყვნენ. თავის მხრივ ასევე პრესაში გამოაქვეყნა წერილი ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ და ეროვნული კონგრესის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ჭანტურიამ, რომელიც ამბობდა, რომ კონგრესი თვითმიზნურად არ დაუპირისპირდებოდა უზენაეს საბჭოს და რომ დაპირისპირება მოხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი საბჭო დააპირებდა ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, განახორციელებდა ტერორს, რეპრესიებს, დაუპირისპირდებოდა ეროვნულ კონგრესს, მთელ ეროვნულ მოძრაობას, არ იბრძოლებდა დეოკუპაციისთვის, განახორციელებდა ანტიდემოკრატიულ კურსს ან დაუპირისპირდებოდა საქართველოს და ქართველი ერის ინტერესებს. 1990 წლის მოვლენებმა საკმაოდ დიდი მუხტი მისცა საქართველოს ისტორიის გარდამტეხ პერიოდს საბჭოთა სისტემის რღვევისა და დამოუკიდებლობისკენ. მრგვალი მაგიდის გამარჯვება საბჭოთა სამართლებრივ ჩარჩოში ჩატარებულ არჩევნებში და ეროვნული კონგრესის ალტერნატიული გზის ძიება რეალურად ერთი და იგივე მიზანს, დამოუკიდებლობის განსხვავებულ სტრატეგიებს წარმოადგენდა. ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკური დაპირისპირება ორ ბანაკს შორის, არამედ ღრმა დებატი სახელმწიფოს აღდგენის გზისა და ლეგიტიმაციის ფორმის გარშემო. ზემოაღნიშნულმა პროცესებმა ნაცვლად წარმოაჩინა ერთი ფუნდამენტური ჭეშმარიტება. საქართველოს დამოუკიდებლობა არ მიუღია მექანიკურად, არც მხოლოდ ერთი პარტიის ნებითა და დამსახურებით. იგი დაიბადა საზოგადოებრივი წინააღმდეგობის, არაერთგვაროვანი სტრატეგიების, ღირებულებითი დაპირისპირებისა და საერთო ეროვნულ მიზანზე ფოკუსირებული ბრძოლის შედეგად. საბოლოოდ დამოუკიდებლობისკენ სავალი გზა დაიწყო როგორც შიგნით სისტემის შეცვლით, ისე მის გარეთ შექმნილი ალტერნატივებით, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის რთული, მაგრამ გარდაუვალი პროცესის დასაბამი გახდა.